აი დღეს ჩვენ ვისმენთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისგან შეფასებას და ეს არის ნაციზმის პიკი, რომ არაბული ქალაქი აშენდება. ნაციზმად რა გამოაცხადა, იცი? ერთი პატარა საქართველო მაქვს. იქაც გადაშენების გზაზე წოტავდებით და რა ვიცი ქართველებისთვის რაღაცა პატარა ადგილი ჩვენთვის დავიტოვოთ, აქ მაინც ნუ ჩავასახლეთ. ამას აცხადებს ნაციონალიზმად კი არა. ნაციზმის უკიდურეს ფორმად აცხადებს რას, იცი? რა ვიცი ბიჭებო, ერთი პატარა ორი გოჯა მიწა დაგვრჩენია. ტერიტორია ჩამოგლეჯილი გვაქვს, იმას ვერ ვიბრუნებთ. მეორე ტერიტორია ჩამოგლეჯილი გვაქვს. ხალხი ქვეყნიდან მიდის. ჩვენი ადგილი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში და რაღაცა მიწას მოუფრთხილდეთ, აქ მაინც ნუ ჩავასახლებთ. ისეთ ხალხებს მაინც ნუ ჩავასახლებთ, რომლებიც გამრავლები ჩვენზე სწრაფად მრავლდებიან. აქ რო დასახლებიან, გადაგვივლიან თავზე. მოდი რაღაცა მივხედოთ ჩვენს ეს. ამის თქმა ცხადება ნაციზმის უკიდურეს ფორმად, ეგ რას ნიშნავს? ეგ არ არის უწყინარი ნათქვამი, ეგ მნიშვნელოვანია. რაღაცას რო აცხადებენ ნაციზმის უკიდურეს ფორმად, ეგ არის წინაპირობა იმისთვის, რომ ასეთ პოზიციაზე სამართლებრივი შეტევა იყოს საბოლოო ჯამში. ასეთი პოზიცია გარიყვადი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკიდან დისკუსიის დონეზე, მსჯელობის დონეზე, არამედ რაღაცა რო ცხადება ნაციზმად. ეგ კანონით არის აკრძალვადი, კაცო. დაგარქმევენ ნაცისტს და საბოლოო ჯამში შეიძლება დაგაპატიმრონ და მასე გარიყონ ლეგალური ველიდან.